ბრუქსელში ჩვენ აი ხა ახალგაზრდები წარმოგიდგინეთ, აი ხა გაურკვეველი სქესის ადამიანები, რომლებიც პოზიციებს აფიქსირებენ ხშირ შემთხვევებში და ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო, როცა ამ ადამიანებს უყურებ, მაგრამ არიან ჯანსაღი აზროვნების ახალგაზრდებიც, რომლებიც აი ეხა იმ დღეს წავაწყდი, სხვათაშორის ეს გოგონა ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელში და ძალიან მომწონს აი ამ ახალგაზრდის პოზიციები და ჩვენ ყოველთვის მარტო მათი პოზიციების აი ეგ ვიდეო სახით გაშუქებას კი არა, სიამოვნებით სტუდიასაც დაუთმობდით. მე რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორს დაუკავშირდი, რომ აი მეთქი, ვინმე მეთქი თუ ყავთ ისეთი სტუდენტობა, დაუთმობთ ეთერს, ახალგაზრდობას გამოვიყვათ მეთქი, ერთი წელი გავიდა თუ ორი წელი ერთი ადამიანი არ უთქვია. და არავინ არ არის. ხო, ვერსდიან და თან პროფესორები არიან და დასტა ხარისხს იმაშვებიან, აძლევენ კუბომეტრობით რაღაცა ხო იცით რომ იქაც კიდე როგორ ხდება ეს ყველაფერი და აი ეხლა მე სიამოვნა ამ ახალგაზრდის პოზიცია. იცით როგორ ნაციონალებზე ვგიჟდები? ჩუმეთ რო არიან სახლებში. რო უნდათ რომ ნაცები მოვიდნენ და რაღაცა ლიბერალები არიან რეალურად, მაგრამ აქციაზე არ გადიან და იქ არ დგებიან მომიტინგეებთან ერთად. ახლა ეგ რა აკლიათ, იქ გევიდნენ და გეიწუწონ. ან გეილახონ. ან თლაუარესიც იღეს ჯაჯდნენ. ჩუმად არიან წყნარად და ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, რომ მე რომელ მხარეს შეეტენონ რაღაცა წინასწარ საქმე არ გაიფუჭონ ვინმესთან. გადი ჩემო ძვირფასო, ჩვენ ბულერები არა ვართ, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ ძაღლებს ყეფის გამო არ ვუტყავთ. აი ძალიან ისე იუმორის კუთხით თქვა, იმიტომ რომ ის ხო გამოვიდა, რა ქვია, ის ჩარკვიანის შვილიშვილი და რომ იყეფებოდა ეს მის და სწორად თქვა რა. ძაღლის აი ყეფე არ ურტყამთ არა ხო, არ ურტყამთ და არც იმათ ურტყამთ, ვიც იმედზე იჯდა კუბომეტრობით ფულს აკეთებდა და დღეს არიან ამ აქციაზე. კაცმა იმხელა ფული იშოვა იმედზე ყოფნის დროს წავკიში სახლი ააშენა რა. აბა ვიზელაპარაკ. აგე რა. რომ მალე არჩევნები იქნება და იმასაც ველოდები რომ მალე გამოუშვებენ ყველა პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაჭერილი. არავითარ შემთხვევაში. განსაკუთრებით ჩემ კოლეგებს რა თქმა უნდა გულშემატკივრობა. ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც არის დაკავებული. დიახ, არა მარტო ანდრო, ბევრი არიან. აი ეს არის პრასტიტუტკა ადამიანი. ამან რო ჩატარდეს კონკურსში ერთი ადგილის თამაში, არა პირველ ადგილს მაინც ისაიღეს მარგველაშვილი. ის ღვინოს რო ყიდის რუსეთში, ეს თვილღვინოს დირექტორი. კაცი თვილღვინოს ისა ხელმძღვანელი ყიდის რუსეთში ღვინოს და ეხლა აქციებს ვერდება. დიდდება. ხო და აი მე მინდა რომ მე გუშინ მე წარმოვაჩი გუშინ თუ გუშინწინ ეხლა ყოველდღე გადაცემები, მაგრამ აღარ ვიცი სიმართლე რო გითხრათ, მე რევა ხოლმე ზოგჯერ როდის რა სიუჟეტი გავუშვი, მაგრამ წარმოვადგინე ბატონი გიორგაძე არის ესეთი იმისი რა ქვია ხელმძღვანელი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების საკპატენტის ხო სოსო გიორგაძე ახალგაზრდა კაცია 36 წლის და გამოვიყვანე აი მესიამოვნა იმ კაცის პოზიცია ისე კარგად ისაუბრა მაია ბარათაშვილი გამოვიყვანე რომელმაც ასევე ბრწყინვალედ ისაუბრა აი ხა წარმოგიდგინეთ აი ქუჩაში ამ აქციის ორგანიზატორებს როგორ ესაუბრება აი ეს მე არ ვიცი რა ჩინი აქვს ეხლა ამ ახალგაზრდა პოლიციას აი ეს არის ორგანიზატორი არა ეს ეხლა მე ვაკ სამართალდამცავება აი როგორ ელაპარაკება აი გესიამოვნება აი ესეთი ახალგაზრდები რო პოლიციაში გეყოლება ხო უკვე იმედია რომ ამ ქვეყანას ეშველება მართლა და ნაშველიც აქვს მაშინ შევწყვიტოთ საუბარი და იყვირე მარტო ეს ქვეყანა ჩემია პლაკატი კიდევ ერთხელ გიმარტავ საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევ შესაბამის ზომებს მიიღებს პოლიცია ჩემი პლაკატი რომელიც ქუჩაში იმარტა რა დავარღვიე? ხო? იმარტა. კაი, განმარტა. ქუჩაში დასახლებულ ადგილას ლანძღვა გინება ისჯება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით. რომელი გინება? მოგიწოდეთ, არ დაარღვიოთ წესრიგი და თქვენი პროტესტი მოაქციოთ კანონის ჩარჩოებში. ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა. კანონის დარღვევის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს. მე მგონი საკმარისად ირაკლი მე გეუბნები დამიბრუნა აი ესეთი ადამიანი მეგობრებო არის აი ეხლა წარმოგიდგენიან ნაცების დროს ვიღაცას იქ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა მიეყედა ვინმე გამოსულიყო ესე ახსნა განმარტებები მიეცა ელაპარაკა თავში ჩაგირაკუნებდა აი დუბინკაზე გაგაგდებდა იქიდან და ესენი პოლიციელებს ეძახიან ჯალათებს ეს ნაძირლები რა და გუშინ ტევე პირველი სიუჟეტი დაიწყო
არა, ფორმულა სიუჟეტი დაიწყო, გამოდის ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, ისე შავფორმიანების აქციაო. გესმის თქვენ რა? პოლიციელებზე იძახი შავფორმიანების აქციაო. ბიჭო, რა შავფორმიანების აქცია თქვენ ცოტა აზზე ხო არ გარ? სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორ აყენებთ შეურაცხყოფა? რო რამე გაგიჭირდეს, ვის დაუძახებთ, მაინტერესებს რაღაცა რო გაგიჭირდეს ქუჩაში, ვინმე რომ დამნაშავემ შეგაწუხო, შავფორმიანებს დაურეკავ მერე? თქვენ პრასტიტუტკებო თქვენ და მართლა რა შავფორმიანებზე ლაპარაკობ? შავფორმიანები იყვნენ ბადრისრაო რო ყვიროდნენ მაშინ, აი ის იყვნენ შავფორმიანები. პოლიცია გამოდიოდა 7 ნოემბერს აქციაზე და ბადრის რა და იგინებოდნენ. გაოგნებული ვარ.